ყველაზე მწარე იყო ჩემთვის სამი კლასი დავამთავრეთ 4 არ ვიცი ხონეში იყო სკოლა და გაზაფხულზე იყო ხონიშელის სკოლა ჩამოდიოდი ხონიშელიდან დავდიოდი ხონიშის სკოლაში ბოლო დღეა და თემურ ციკლავური იყო ჩვენი მასწავლებელი ლაფანანტ კარელი 19 წლის ბიჭი მოვიდა ჩვენთან და 28 წლისაც წამოვიდა იქიდან იქ დავაშკაცდა ისე შეეჩვე იქ რომ ჩვენთან ერთად ჯიხებზე სანადირო დადიოდა ეხლა სოციალია დიდი ტყავის ჩვენთან მქონდა როგორც იყო მაშინეს ხელით 4 კილომეტრია ყოველდღე დილით მივიდოდი სკოლაში მე მოვიდოდი შროდოსეს ბოლო დღეა და ტყავის ჩვენთანში ეს სახელმძღვანელოები ხომ აქვს თან რატომაც ყველა გაიძახა მასწავლებლების ჩათვლით ჩვენთან რომ ნიჭიერი კარგი სწავლობს რა არის ხუთიანების და იმ ზამთრის განმავლობაში საკონტროლო თუ სუფთაწერის როეულების მოგცა დაგვიბრუნა მასწავლებელმა იქ წითელი მელნით იწერებოდა ნიშნები მიხარე ისინი ხატვის როეული რომელიც იქ სკოლაში ინახებოდა მარტო ხატვის გაკუთვნილზე მოგცემდა და ხატავდით დავალეოს ასრულებით ციგნების ყველაფერი და გატენილი ეს ჩვენთან ცოტა მძიმეა ხონიშელაში მოდივარ ბოლო დღეა მიხარე სახში რომ მივალ და დედაჩემს ვაჩვენებდა რაღაცა და ხონის გულს რომ გამოსვით გამოვედით აქეთ გამოვედით მარტო ვარ ერთ ხელში რომ მიჭერია აი აქედან იქამდე ამ ხელით ნოვატარ და მე მეორე ხელში უნდა გადავინაცვლო რომ მძიმეა რა და მოსორულის კალოს ვარ ხევის რო გამოსდებით იქ ქისტების სასაფლაოს ასწრი ცოტა გავა მარცხენა ხელში მიჭერია ისევ და ეტყობა ძალიან და მეღალეს ხელი გამეშვა დავარდეს გატენილი ჩანთა და დაგორდო დავედენე და ვერ დავეჭე და პლატედან პლეზე რომ გადაეშოდოსიო და ვაიმე ვირბინე იქიდან ვითომ იქ სადღაც წინ დავხვდები რა წყალში სადდაფტები იქიდან იქამდე საწაიღებს აი საჩაძიროს კირილით მივედი სალში ესეთ რამე შემემთხო და ვერ მაჩერებენ რომ ისე მწარედ მახსოვს ეგეთი სიმწარე არ ვიცი რა ძალიან გახარებული მოდიოდა ჩანთა მიხაროდა და უცებ გამივარდა დაგორდო წავარდა წყალში